არა, ხავიერი ისეთი საყვარელია, ბევრად უკეთესია, ვიდრე სტაილერი. სერიოზულად, გინახავ შენ სტაილერი? თავიდან იდიოტი მეგონა. კარგი, სტაილერი ის ციტურია, ის ციტური არ არის, ისის ვირთხა, გიხარი, თავიდან მივამბობ, მაგრამ სტაილერი ის სერიალიდანაა. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ. ყოველ შემთხვევაში მე ვუყურებდი ადამსის ოჯახს, სიტკომს. მე ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ვარდისფერი გოგო ძალიან მომეწონა, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს. ენიტი, ის წარმოუდგენლად მაგარია. მას აქვს მაგარი ფრჩხილები, მაგარი სტილი და წარმოუდგენლად მაგარი თმა. თმა მაგარია, მაგრამ სინამდვილეში Wednesday-საც ლამაზი ნაწნავები აქვს. Wednesday-ც კარგია, მაგრამ ის მთავარი პერსონაჟია. ის ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს, ძალიან ბევრ ეკრანულ დროს იკავებს. ბენიდი არასაკმარისად არის დაფასებული. არავითარ შემთხვევაში, Wednesday ჯობია, ხუმრობ, ის შავი ჯადოქარი გინახავს? რომელი შავი ჯადოქარი? ჭკუიდან გადახვედი? კი. Wednesday ჯობია. ხო, კი, ეს სინამდვილეში ცეკვა. ვინ ცეკვავს? ვინ? ჰა? ენიდი უკეთესია. ზუსტად, ბრწყინვალე იდეა მაქვს. მოდი გოგოებად, ენიდად და Wednesday-ით გადავიქცეთ. შესანიშნავია. მოდი ჩემოდნები გავცვალოთ. კი. მე შენ მოგიგებ. არა, მე შენ მოგიგებ. 3 ვიდეოდან მაქვს გამოცდილება. ღმერთო ჩემო, 3 ვიდეო და მე დასვენება მოვიწია. დავიწყოთ. დღეს მაქვს პატივი ვიყო ენიდი. კარგი, ამისთვის კარგი, მე მაქვს გენიალური გეგმა თუ როგორ დავამარცხო ნიკოლი. 4 რაღაც უნდა გავაკეთო. ფრჩხილები, მაკიაჟი, თმა, განსაცმელი. შემთხვევით, ფრჩხილები ენიდის სტილში გავიკეთე. ასე რომ, ფრჩხილები გაკეთებულია, შესრულებულია. გამარჯვება, ახლოსაა. მაკიაჟი, ამ ვიდეოში განგებარ გამოვიყენე მაკიაჟი. ასე რომ, ეს ჩემი ბუნებრივი სილამაზეა. დავიწყოთ. კორექტორი, ტონალურს არ ვიყენებ, რადგან მშობლები არ მაძლევენ უფლებას, რომ წავისვა. ყოველთვის ასე იყო. მადლობა, მშობლებო. ჩემი ლამაზი განისთვის, კორექტორის წასვლას დიდი დრო სჭირდება. რადგან ფრჩხილები მიშლის ხელს, ასე რომ, ამასაც დრო დასჭირდება. 2 საათის შემდეგ, თავარია, ხელში არ მომხვდეს, თუმცა ხანდახან ასეც ხდება. სილამაზის ბლოგერი, ყველა ნაკლოვანება დავხარეთ, გადავიდეთ წარბებზე. ყველაფერი კარგადაა. გამარჯვება, ახლოსაა. წარბებს მათი ბუნებრივი ფორმის მიხედვით ვავსებთ. წარბების კიდეებს არ გავცილდებით, რადგან დიდი ზომის წარბები არ არის მოდაში. რამე შეიცვალა? არა. ახლა ხაზის გასწორებაზე გადავიდეთ. ეს ყველაზე რთული ნაწილია, რადგან მე ვერასდროს ვერ ვახერხებ სწორად გასწორებას. თვალის დახამხმობა ნამდვილად შემიძლია. თითები გადააჯვარედინეთ ჩემთვის. თუ ვიტირებ, ხო, კომენტარებში დაწერეთ. ზლატა ნუტირი. არ მინდა. კიდევ ცოტაც და თამაში დამთავრდება თვალისთვის. კარგი, ახლა ძალიან ცუდად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ ამას მივახცევთ. მისი ფერი იქნება ვარდისფერი და ცოტათი წითელი. რაღაც მომხვდა თვალში. ამ თვალის ჭრილებს, იმიტომ ვიღებ, რომ ვფიქრობ თვალების შესაღებად საუკეთესოა. არც ისე ლამაზად გამოიყურება და გებრიელია. იმედია თვალებზე კარგად გამოიყურება. წავიდეთ. სხვათა შორის ფუნჯები არ მაქვს, თითებს ვიყენებ, ყველაფერი კარგადაა. კარგი. გემრიელია. შესახედად, აშტო ისე სასიამოვნო. გონია სალას ინდიელის მაკიაჟს გავს. ენიდის კი არა. ვიზაჟისტების გუნდო. სასწრაფოდ მობრძანდით. დახმარება მჭირდება. რატომ არის ნარინჯისფერი? ანუ თვალები ყველაფერი არ არის. იქ ნარინჯისფერი თვალის ჭრილები იყო, ცოტა იისფერი და ცოტა თეთრი დამამატე, რადგან ობიექტურად მის ფოტოებში ისინი ძალიან კაშკაშად, ლამაზად და უცნაურად გამოიყურებიან. ასე, გადავიდეთ შემდეგზე. ცოტაოდენი ბზინვარება და ჰაილაიტერი უნდა დავამატო, რადგან ჰაილაიტერი არ მაქვს. თვალებს თეთრად შევიღებავ. ეს ცხოვრებისეული ხრიკია. არამის მოусმინოთ. ასეც არის შესაძლებელი. ასე რომ წავისვათ ცხვირზე და ცოტაოდენი კიდევ ცხვირზე. შემდეგ თითი კიდევ ჩავაწოთ, შემდეგ რას ვაკეთებ? ცოტაოდენი ლოხებსაც უნდა წავისვათ, რადგან მას ვარდისფერი, კაშკაშა, ვარდისფერი ლოხები აქვს და მე ფუნჯი არ მაქვს. ჩვენ ამას სხვანაირად გავაკეთებთ, ჩვენ ასე გავაკეთებთ. როგორ მოგწონთ? გონი ვარდისფერი გახდნენ? არა, ზადა, მხოლოდ წამწვანების გაკეთება დარჩა. და ეს წამწამები, რა დროს სჭირდება მათ წასმას? 3 ან 4 ფენად უნდა წავისვა, რადგან ჩემი არც ისე სქელია. ასე ზიხარ და თვალებს აღამხამებ. და თვალებს აღამხამებ. დავიღალე. მაგრამ მაინც გავიმარჯვებ.
შემდეგ ტუჩები, რადგან ის ასეთი ცისარტყელისფერია, ასეთი მხიარული, ასეთი კაშკაშა, ასეთი მომხიბვლელი, ვიღებთ ცისარტყელისფერ ტუჩსაცხს და ტუჩებზე ვისვავთ. ჯერ თითზე წავისვათ და მერე ტუჩებზე. ახლა ტუჩებზე. საშინელება. კარგი, საზამთროს გემოაქვს. და ვაზელინის. კარგი, ვარცხილობა, იმიჯის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. რა თქმა უნდა, წარბების გარდა, თვის ნახევარი უკვე დავეხვიე ჩემი საოცარი დასახვევი უთოთი. ახლა მეორე ნახევარის დახვევას ვაპირებ. ნახეთ, როგორ კეთდება. ვრთავ, აქ სპეციალური რეჟიმებია. ჩავთოთ. შემდეგ ის ყველაფერს თავისით აკეთებს. იდეალური არ გამოვიდა, მაგრამ როცა ბევრია, შვენიურად გამოიყურება. ცუდი არ არის. კომენტარებში დაზერეთ, მოგწონთ თუ არა ჩემი ლუკი. ხო და, იცით? გონია რომ ენიც ძალიან მგავარ. მეც ვარდისფეროთაში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა, თუ არ ჩემონის გაკეთება მომიწევნა, ჯეიკობსა და ედვარდს შორის, ედვარდს ავირჩევდი, მაგრამ ჯეიკობი ცუდი არ არის. ჩვენის გვაკავშირებს რომ მასას მოსწონს მაქციები, მაგრამ მეც მომწონს ისინი, მაგრამ ვამპირები უფრო მომწონს, მაგრამ მაინც არის გარკვეული მსგავსება მათ შორის. ამიტომ წესით არჩევანის გაკეთება რთული იქნება. კარგი, ორი სპრეი გამოვიყენე, რადგან ენიც არა მხოლოდ დახოვრით მაქვს, არამედ ჭრელიც. პირველი სპრეი ვარდისფერია. ვარცხილობა არა მხოლოდ ლაკით, არამედ სპრეითაც უნდა დავაფიქსირებინოთ. ზოგიერთ თმას ვარდისფრად შევიღება, მთელი თავი ვარდისფერი არ არის. რას ფიქრობთ შედეგზე? კარგი, TikTok-ებისთვის შესანიშნავია. მწვანე, აი, მეშინია, აქამდე არასდროს გამომიყენებია. კარგი, მოიცა, ფერი მაგარია. ფუმფულად ზახშკავარ. მოდი, ცოტა ვარდისფერის დავამატოთ. და ასე გავაკეთოთ. კარგი, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად დასრულდა. უბრალოდ ძალიან მაგარია. კარგი, ასაცმაზე გადავიდეთ. მაინც შტროა ასაცმელი შევარჩიოთ. კარგი რა, გაიღე, ამ შილებით არაფერს გაკეთება არა შესაძლებელი. დავიწყეთ. Yes, ვიპოვე. 1, 2, 3. Yay, მე მოვიგებ ამ ბრძოლას. მუსიკა. ამ პატარა კლუბსაც აქვს ჭალები და მათი გამოყენების არ მეშინია. გამარჯობა ყველას, საღამო მშვიდობისა. დღეს Wednesday-ით გარდავიქნებით. უნდა ჩავისვა, Wednesday-ისთვის გაკუთვნილი ნაწარმოები გავეკეთო, მაკიაჟი გავეკეთო და სულ ესაა. სინამდვილეში გამარჯვება ან წაგება არ მაინტერესებს. კარგი, ჩემთვის ყველაფერი ერთია, რადგან მე Wednesday ადამსი ვარ. დავისხოთ და მაკიაჟი გავიკეთოთ. პირველ რიგში ვისვამთ ბაზას, რომ სახეზე მაკიაჟი კარგად წავისვათ. მიუხედავად იმისა, რომ წამება გვსიამოვნებს, ამ შემთხვევაში ეს ცოტა უადგილოა. შეიძლება კილო ცოტა აურიე, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. რაც შეიძლება სწრაფად გავანაწილოთ, რომ 4 საათის განმავლობაში აქ ჩდომა და ჩემი მაკიაჟის ყურება არ მოგიწიოთ. ეს მართლაც ძალიან ზედმეტი იქნება. 4 საათი აქ ჩდომა და ჩემი ყურება. დავიწყოთ. Wednesday-ს ძალიან ფერფთალი კანი აქვს. ის უბრალოდ ცოტათი ისეთი ტიპია. მიხდით, რასაც ვგულისხმობ. ასე რომ ვიჟებ ტონალურ კრემს, ამ სუპერ ტონალურს და ვისვამ, სადაც არ უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზადა, მაქსიმალურად კარგად წავეშვით. ახლა ფუნჯით ავვრევთ. ავიღოთ ფუნჯი და დავიწყეთ ბლენდინგი. ჩვენი სახეზე კარგად უნდა წავისვათ. წავიდა. როგორც ჩანს, დიდად არაფერი შეცვლილა. მაგრამ ახლა ნახეთ, როგორ გავაკეთებ ამას. წავიდა. ფანტასტიკური გვამის მაკიაჟისთვის ჩვენ კიდევ უფრო ფერფთალები უნდა ვიყოთ. ასე რომ, ჩვენ ვისვამთ რაღაც თეთრ ტონალურს. მას კორექტორი ჰქვია. ჩვენ მას თვალების ქვეშ ვისვამთ, მიუხედავად იმისა, რომ Wednesday-ს უკერვი აქვს, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. კარგი, იქნებ გავაკეთოთ კიდეს. რა ვთქვა? ამ კონექტორს სახეზე ისე ვუსვამ, როგორც პაქსლის კედელზე. ეს უკვე გითხარით. ახლა წარბებს გავიკეთებ. კარგი. ისინი თმას გავს, მაგრამ ის სხვანაირია. ის სახეზე არის და თვალების ზემოთ. კარგი, მithვით აზრს. ჩვენ მათ რაიმე კონკრეტული ტექნიკის გარეშე. უბრალოდ ბუნებრივი წარბების მიხედვით გავაკეთებთ. ხო და მე? კარგი. წარბები ნამდვილად წარბებზე დავხატე და ახლა მათ შეჯებას ვაპირებ, რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს ახლა ხან გაშავდა. ისე თითქმის დავასრულეთ. ახლა კი
ერთ ამას მოგიყვებით, გუშინ მიცექი და ტელეფონი წარბზე დამეცა და ახლა მაკიაჟის გაკეთებისას მტკივა. დიახ, ეს არის ჩემი ამბავი. საინტერესოა, ვინმეს ქონიათ მომენტი, როდესაც ტელეფონს სკროლავდით, ან кейსის დადებას ცდილობდით, და ის თავზე დაგეცათ, როდესაც ტელეფონი სახეზე გიوارდება, ეს სულაც არ არის მაგარი, ასე რომ გადავიდეთ და ცხვირის კოლექციას გავიკეთებ. ვიცი რომ ბევრ გოგოს უჭირს ამის გაკეთება, უბრალოდ ცოტათ ხელს ვწი. ასე რომ მოკლე ინსტრუქცია. კარგი. ცხვირის ორივე მხარეს 2 ხაზს ვხატავთ, 3 ხაზი დავხატეთ. შემდეგ უნდა ავიღოთ ფუნჯი, რომლების თვალის ჩრდილებისთვისაა. ავიღოთ ეს. არა, აი ეს. დავიწყოთ და უბრალოდ დავაბლენდეროთ. რაც შევქმნით, ბლენდერში ვამატებთ. მოდით აქ ცოტა მეტი დავამატოთ. კარგი. კიდევ ერთი ხაზი გავაკეთოთ. იგივე ფუნჯს გამოვიყენებთ. ჩვენ სწორედ აი ეს გვჭირდება და თეთრ ფერს ვიღებთ და ცხვირის შუაში ვისვამთ. კარგი გამოვა. კარგი. ამ გზით ერთგვარ საყვარელ პატარა ცხვირს მივიღებთ. ალბათ ახლა სახეს დავიპუდრავთ, იმიტომ რომ არა, სახეს არ დავიპუდრავთ. მოდი თვალები გავიკეთოთ უკვე. Wednesday-ს მსგავსად. ძალიან კარგად ჟღერს, არა? თუ არ იცოდით, Wednesday ითარგმნება როგორც 4-შაბათი და დღეს 4-შაბათია, ასე რომ მე გავიმარჯვებ. მოვიგებ, კარგი, მივხვდი. არც ისე კაშკაშა პალიტრას ვიღებთ. მაგალითად ამას. ხო, ნუ მკითხავთ, რა სჭირს ჩემ პალიტრას? უბრალოდ ძიმი ამოსუნთქვა. ჩვენ ვირჩევთ ფერს. ერთგვარ კრთალს. კრთალი ყავისფერი, იმიტომ რომ ის გარკვეულწილად ლურჯ ტონებს ააგავს და თვალებსაც ლურჯი ტონები აქვს. გასაგებია, ლოგიკურად ამას ლურჯი ტონებისთვის ვიყენებ და ამას ლურჯი ტონების შესაქმნელად ვიყენებ. აი, სწორედ ამეებს ვიყენებ. გასაგებია, ახლა ფუმფულა ფუნჯით ვიზებ ღია პერის ყავისფერს, ვაშორებ ზედმეტს, რომ თავიდან ავისვათ ნალექი. უბრალოდ ყოთოთოზე წავისვათ. იცით მე როგორ ვისვამ? მე ისე ვისვამ, რომ ოდნავ ხილული იყოს. თორემ რა აზრი აქვს ამის გაკეთებას? კარგი, მეორე თვალი უკვე გავიკეთე. ვარდისფერი ჩუსტი, ნახე? ვარდისფერი ჩუსტი არ მაქვს. საიდან უნდა ვიცოდე, სად არის შენი ჩუსტი? რატომ მიყვირი? შენ დედაჩემი არ ხარ? კარგი, შემდეგ მუქ ყავისფერს ვიღებთ, ამიტომ ღია ყავისფერი დავიწყეთ და ახლა მუქ ყავისფერს ვაგრძელებთ. ამჯერად ბრტყელ ფუნჯს ვიყენებთ. ვიღებთ მუქ ყავისფერს და არ ვიცი როგორ ავხსნა. როგორ გითხრათ? ვავხსებთ უფრო პატარა ფართობს, ასე რომ ეს გამოდის. Wednesday მარისის რატომ ვიღებთ? ჰა? Wednesday არ ცინის, ამიტომ ვიღებთ და ვავსებთ. არ ვიცი. კარგი, შეხედეთ. კარგი, ვიღებთ და ვავსებთ. ვიღებს და ქვედა კუდოტოში ცოტათი ვავსებთ. მინი ფრთას ვაკეთებთ. ქვემოთ. რა მოხდა? რატომ? როდის დაასრულებ მაკიაჟს? უკვე სურათების გადაღება ვინდა. გთხოვ. კარგი. ვაიმე, შემთხვევით სხვა ადგილას წავისვი. ხომ შეგიძლია რომ ასეთი ხმა მაღალი არ იყო? გთხოვ. ზედმეტ მაკიაჟს ვიწმენ და რაღაც შავ მაკიაჟად იქცევა. ეს არის ყველაზე შავი მაკიაჟი მთელ მსოფლიოში. კარგი. შემდეგ იგივეს ვაკეთებთ მეორე თვალზეც. თითქმის ყველა მაკიაჟი გავიკეთეთ. ცოტა მეტ შავს გავიკეთებ. იმავე ადგილას, სადაც ყავისფერი გამოვიყენე. ისე ძალიან ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც Wednesday Addams-ი. აი მაკიაჟი. თითქმის დავასრულეთ. ზუსტად. სხვათა შორის, იცოდით რომ Wednesday-ის ჭრობლები ძალიან პატარა აქვს. შეგვიძლია შევქმნათ ისინი. ეს ჩვენი მაკიაჟის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ჭრობლების შექმნა. პირველ რიგში აურიოთ. კარგად ვურევთ, რომ მოგვიანებით სახეზე ლაქები არ დაგვრჩეს, მაგრამ სავარაუდოდ სინამდვილეში ალბათ დაგვრჩება. სოფლიოში. კარგი, არაფერზე არ ღირს ფიქრი. მეორე თვალზეც. Wednesday-ის არ ეშინია. მას წავიდეთ. უიადგილას, სადაც ყავისფერი მოიცადეთ ერთი წუთით. ამ ხრიდანაც. კარგი, პრინციპში გამოვიდა. ზედმეტ კორექტორს ფუნჯით ვაშორებთ. ახალი კოლექტორი არც ამიშვამს. კარგი, შემდეგ ვიღებთ, იცით რას ვიღებთ? ვიღებთ ტუშს. აი ისიც, ჩემი შავია. ხსნით, ვიღებთ ცოტა ტუშს და უბრალოდ წამწამებზე ვისვამთ. აი სწორედ ასე. და ვიღებთ Wednesday Addams-ის გენიალურ მაკიაჟს. ახლა კი მეც აღარ ვიცვლი. ასე რომ, მოდი მეორე თვალიც გავიკეთოთ. ტუშს. აი ისიც, ჩემი შავია. ყავისფერი გამოვიღებთ ცოტა ტუშს. ყველაფერი კარგია. აი როგორ გამოგდის. აი შეხედეთ. ჩვენ უბრალოდ Wednesday Addams-ი ვართ და სულესაა მაკიაჟი. მაკიაჟი დასრულებულია. მორჩა, ასე რომ მეც ისეთივე ჩაფიქრებული ვარ, როგორც ჩვენიანიდი, ანუ ზლატა. ხოლოდ მას აქვს ჭრელი ბრჭყალები, როგორც ენიც, რადგან ის მაქციაა. მეკებს შხილები Wednesday-ის სტილში მაქვს, რადგან ჩემი შავ კრემის ფერია, უხდება ერთმანეთს. ძალიან ლამაზია. კარგია.
ასე რომ შემდეგი ვარცხნილობაა. ფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ Wednesday გოთია ნაცნავებით. სწორია და ჩვენ ორ შავ ნაცნავს გავიკეთებთ. როგორ ვაპირებთ მათ შავად გაკეთებას? ახლა ვინახავთ ნაცნავების შესაღებად, ჯერ ისინი უნდა შევკრათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. Wednesday-ს მსგავსი უნდა იყოს. თმას ორ ნაწილად ყოფ, უფრო თმას გავს. ამას გაყოფა ჰქვია. ახლა ნაცნავებს კარგად შევიკრავ ამ შავი რეზინებით. სწორია და ჩვენ ორ შავ ნაცნავს გავიკეთებთ. როგორ ვაპირებთ მათ შავად გაკეთებას? იუ, ფერი ნამდვილად არ არის შესანიშნავი. ორ თმის რეზინას ვიღებთ. შეიძლება მეცაც. კარგი. ავიღოთ 4, რომ ერთი თუ გაწყდება, მეორე დარჩეს. ეს ლაიფჰაკის მსგავსია. ნახოთ, აბა როგორი იქნება. სწორია და როგორ ვაპირებთ მათ შავად? როგორც ხედავთ, თმა ცოტა ქერა მაქვს და ეს არ შეიძლება. Wednesday-ს თმას ჩოკა აქვს. ამიტომ გზელ ჩოკას ვიშორებ. ფერის სავარცხლით ვივაცნით. ახლა მათ აი ასე ორად გავყოფთ, ცოტა კიდევ უფრო ზემოთ ავიწევთ და მოკლედ ისე გამოვაჩენთ, თითქოს მოკლე არის. ეს შენია, რომელმაც ბაბუას ჟიგული შეღება. ამიტომ ჩემს თვალსაც შეღებავს. თითოეულ ეპიზოდში ეს ბიჭი მიკეთებდა მაკიას. უბრალოდ ფრთხილად იყავი. გთხოვ? გამარჯობა. კარგი ბავშვებო, მოემზადეთ და ყურადღებით მომისმინეთ. ახლა კი გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ უბრალო ქაღალდისა და წყალში გაზავებული გააქტიურებული ნახშირის დახმარებით ერთ-ერთ TikToker გოგონას დაემსგავსოთ. კარგად ვიქნები? მე შენია. სახეზე არ მოხვდეს. idеალურ შემთხვევაში უმჯობესია ჯერ ეს გავაკეთოთ ასე, მაგრამ რადგან ნიკოს მაკიაჟი აქვს, ასე არ გამოვა. ნაცნავებით დავიწყებთ. ძალიან ფრთხილად. კაპიშონიანი ტასასმის შესხურების გარეშე, არაფრის გაკეთების გარეშე, უბრალოდ საღებავი შევამოწმე. საღებავი ძალიან ცივია. ფრთხილად, ვიწყებთ. არ უნდა დავასხათ თითებზე, კაპიშონზე, ყურებზე ან რაიმებს გავსზე. ვიწყებთ. ფრთხილად, შავი საღებავით ვიწყებთ შეღებვას. თავარია ყურებში არ მოხვდეს. აი, ბავშვებო, ასე უნდა. კარგი. ფრთხილად ვიწყებთ შეღებვას. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და ასე გააკეთოთ. ცივია. შეხედე, ჭიამაია და ასე გააკეთოთ. ულამაზესი გამოვიდა. მე უბრალოდ სტილისტი ვარ. არ მგონია ეს მართალი იყოს. ჟენია, ხუში საღებავი ჩამასხა. სინამდვილეში სტილისტის განათლება მივიღე. ძალიან ბიუჯეტურ ფილმს გადავიღებ და მას ცოტა გამელოდებული თმა ექნება. არაფერია სანებიულო, რადგან ამდენი ფული არ გვაქვს. ვაიმე! საშინელი გემოა. კარგი. კარგი. ფრთხილად იყავი. კარგი, ნიკო. გაჩუმდი, დამშვიდდი. მე არ ვრეაგირებ ამ კლიენტების ყვირილზე, რადგან ეს ყველაფერი ფრთხილად იყავი. რაშია საქმე? ყურებში ჩამივიდა. თავარია ყურებში არ ჩაგესხა. ამისთვის სახის ნახევარი ასე უნდა დაიფარო. შეიძლება ახლა მაკიაჟის ნახევარი მოგშორდეს, მაგრამ არა უშავს. ფრთხილად იყავი. იქ კაპეშონიანი მაისურია. და ასე დავიწყებთ შეღებვას. Netflix-ი დიდ ფულს ხარჯავს Wednesday-ის და Enid-ის პერსონაჟების შესაქმნელად, ბავშვების, მთელი სკოლის. ისინი ყველანი ძალიან კარგად გამოიყურებიან. სინამდვილეში ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ ლაიფჰაკებით. ეს ძალიან იაფია. ამის გაკეთება დაახლოებით 5 წუთში შეგიძლიათ. არ გჭირდებათ იმდენი რამის გაკეთება, რასაც ისინი გადასაღებ მოედანზე აკეთებენ. ფრთხილად იყავი. შეხედეთ, Wednesday თითქმის მზადაა. ხედავ? კარგი. შემღებეს, მაგრამ ერთადერთი ნაკრე, რომელიც უზარმაზარია, კაპიშონიანმა ისურს შეხედეთ. შიგანად დაფარულია. ყველაფერი დაისვარა და ჩემი ხელებიც. ყოველ შემთხვევაში, ახლა დაჩვენებთ რა ქმნის Wednesday Addams-ის ლუქს. ეს არის ლეგიცები, რომლებსაც კაბის ქვეშ ვიცვამ. ეს არის ბლუზა. ეს სინამდვილეში თერმოსაცვალია. ეს თავად კაბაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენის წინა სამ ვიდეოში გამოვცადეთ. მოდი საიდუმლოს გაგიმხელთ. სიყვარულის ნიშანი, რომელსაც ვფარავთ და ეს არის საყელო, რომელიც მუდმივად ჭუჭრიანდება. მანე ნახავთ რა გამოვა აქედან. როგორ მოგწონს ჩემი გარეგნობა? გახსოვს როგორი ვიყავი ადრე? ახლა კი ჩემს მებაბაშველოდები. წამო, Wednesday-ის სეკო ვისწავლოთ. წავიდეთ. კარგი, თავი დახარე. შემდეგი რა არის? კი, ხელები უკან, წინ. ოპ, ადგომა. კი. ახლა ტელეფონი დავაყენოთ.